მოგესალმებით, ტაროს სამყარო, ტაროს ყველასთვის, აბა. ეხლა მინდა გავშალო თემა მამაკაცზე, რა თქმა უნდა, ადამიანზე არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც ქალზე, ანუ პიროვნებაზე, რომელიც თავისი მოქმედებით, თავისი მოქცევით ძალიან გვაფიქრებს, მაგალითად, რაღაც მომენტში, ანუ მინდა ავხსნა სიტუაცია. წერთ მესიჯს, არ გვპასუხობს, არ გვირეკავს, თუმცა შეიძლება საქმე გქონდეს, რატომღაც და მე შეიძლება შემთხვევით შევხვდეთ სადმე, გადმოჭრას გზა, წამოვიდეს ჩვენსკენ, რა ხდება, როგორ ხარ, მოგვიკითხოს, ანუ ძალიან დამაფიქრებელი არის, ხომ, რა სიტყვით. ანუ მოკლედ იშლება კარტი, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, პიროვნებაზე, რომელიც ჩვენთან მიმართებაში არასტანდარტულად, ასე ვთქვათ, არაადეკვატურად იქცევა და რა არის ამის მიზეზი. მოკლედ, სამ პოზიციაზე იქნება გაშლა, აირჩიეთ, სიგნიფიკატორი იქნება 3 და ან უყურეთ სამივე პოზიციის ახსნა განმარტება, შეიძლება რეზონირდეს სამივე, ასე რომ დავიწყეთ. პიროვნება, რომელიც არასტანდარტულად, არაადეკვატურად იქცევა, რას ფიქრობს და საერთოდ რას გრძნობს და რა სიტუაციაშია. 3 პოზიცია. ისე ვიღებ ჩემ ნათელ მხილველებს, ძალიან შემიყვარდა ეს დასტა. აი, იმიტომ რომ რაღაცნაირად რეზონირდება ჩემთან მიმართებაში, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ მეც ნათელმხილველური რაღაც ისინი გამაჩნია, ხო და მოკლედ ვამატებ ახლა პიროვნება, რომელიც არასტანდარტულად იქცევა, არა ადეკვატურად, რას ფიქრობს, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია, პირველი, მეორე, მესამე. დავამატებ კიდე ჰელენ დუგანის Witch Tarot Cards. ესეც არის ჩვეულებრივი დასტა. ყველაფერს კონკრეტულად გპასუხობს და გეუბნება. ანუ მე ხარა მაინტერესებს ხოლმე რა, უბრალოდ მინდა ხოლმე რომ ვიცოდი სახელი, თუ სახელი ვიცი პიროვნების და კონკრეტულად ვეუბნები ეს ვთქვათ ხო, პიროვნება, ჯემალი მაგალითად 42 წლის, რას ფიქრობს ჩემზე, ან რას გრძნობს და ვშლი, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცნობ, არ ვიცნობ, მყავს ნანახი, არ მყავს ნანახი, ანუ აბსოლუტურად ამოდის ყველაფერი. რაც მაინტერესებს, ანუ საბაზისო, რაც შეიძლება ვიცოდე ამ პიროვნებაზე, მიშლის, ამას ქვია ტაროს კარტები და ეს არ არის მკითხაობა, ეს არის ცოტა ფსიქოლოგიური და ღრმა, ასე ვთქვათ, ჩასაწვდომი სისტემა, რომელიც ქვეცნობიერში ჩადის და ყველა ადამიანს ხსნის, ასე რომ აი ამ პიროვნებამ, რომელიც არაადეკვატურად მოიქცა, რას ფიქრობს და საერთოდ რა ხდება მის ცხოვრებაში, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. მოდით მე ჩავიფიქრებ და იყოს მეორე პოზიცია ჩემთვის. ანუ თუმცა არ ვიცი ვინ დაიცა, ჩავიფიქრო. კარგით, მოკლედ დავიწყე. პირველი პოზიცია არაადეკვატორი. ხო, ნახეთ, სიგნიფიკატორი რა მოვიდა, ადამიანი, რომელიც სულელი რა. არა სერიოზულია, უყარს სიამოვნება, თავისუფლების მოყვარული, უყარს ღლაბუცი, როგორ იტყვიან, მე ქალთანე, თავის სიამოვნებისთვის ყველაფერს გააკეთებს, არ იხედება წინ, არ არის გაწონასწორებული და მოკლედ უპასუხისმგებლო, აღარ გავაგრძელებ, ესეთი გამოვიდა პირველი, არ ვიცი რეზონირდა თუ არა, სამივეს უყურეთ. და რა გამოვიდა, ну, ამ პირველზე გამოვიდა ის, როგორ ძნობა აქვს ნამდვილად უმდივართ, როგორც საყვარლები, ანუ the lovers. აქ ვნება ჩვენს მიმართ და ვიზიდავთ, ქალია თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ სიამოვნებს ჩვენთან,
ანუ ის ურთიერთობა, რასაც ქვია, ну, იცით რაც, მოკლედ აღარ დავამთავრებთ. ეხლა პიროვნება მეორე. ნახეთ. და სიგნიფიკატორი ისევ ამოვიდა საყვარლები, ანუ ჩვენ გვიყურებს როგორც საყვარელს, ანუ ადამიანს, რომელიც მისთვის სასურველია და აქ ნება მის მიმართ, მეც მეორე ჩავიფიქრე ხომ მგონი. ანუ ვართ საყვარლები მის თვალში, ანუ მის ფიქრებში, მის აზრებში, აი ესე გვიყურებს და რატომ იქცევა ასე არაადეკვატურად? ნახეთ. იქცევა არაადეკვატურად, იმიტომ რომ არა აქ არჩევანი, აქ სიტუაცია ორ შორის უნდა აირჩიოს და არ იცის რა, ეს ოჯახია ცოლი თუ ჩვენ, ან ეს კიდე სხვა ვიღაცაა ჩვენს გარდა და ცოლის გარდა და ელოდება რაღაცას, თითქოს ელოდება რაღაც ნაბიჯის გადადგმას, თითქოს ელოდება რაღაცას ჩვენამდე, ანუ მოვიდეს ამ კარტს ქვია the way your ანუ დაელოდე შენ ტალღას. ну ელოდება რა, რაღაცას ელოდება და სიგნიფიკატორი მესამე, ამიტომაც იქცევა არადეკვატურად, ვერ გარკვეულა თავის თავში პირველ რიგში და მესამე სიგნიფიკატორი ეს პიროვნება, მესამე ვინ შეიფიქრა რაღაცას გვატყუებს, ან მატყუარა, ან მოღალატეა, ну მოკლედ მესამე ესეთი გამოვიდა და რატო იქცევა ასე? იმიტომ რომ გული აქ ნატკენი დაჭრილია და ბევრ რაღაც სიტუაციაში თვითონ მასაც ატკინეს, დაწყვიტეს გული, არ ენდობა ბევრ ვინმეს, ანუ ჩაკეტილი პიროვნება ეს მესამე და არ იცის უკვე გვენდოს თუ არა. თუმცა თვითონ ეს პიროვნება შეიძლება არ იყოს მატყუარა. ეხა სიგნიფიკატორი გამოვიდა ასეთი, მაგრამ უბრალოდ უფრთხილდება, არ უნდა რომ მეტი ტვირთი აიღოს, ანუ იტვირთოს თავის თავზე, იმიტომ რომ უკვე ერთხელ ქონია გატეხილობა და საკმაოდ უდარდია ამაზე და შეიძლება ეხლა ეს კარტი ნიშნავს კიდე საზღვარგარეთ წასვლასაც, ამ სიტუაციაში შეიძლება მესამე პიროვნება ვინ ჩაიფიქრა, რაღაც საზღვარგარეთის გზაზე ფიქრობს, ასვლაზე ფიქრობს, ანუ თქვენ გადაწყვიტეთ, ყოველ შემთხვევაში ორზე ნამდვილად ამოვიდა, რომ საყვარლობა უნდა და გვიყურებს როგორც, ანუ ხო გესმით, აი ესეთ ქალს და დანარჩენი ეხლა თქვენ მიიღეთ და თქვენ იმსჯელეთ და თქვენ გადაწყვიტეთ, მე წავედი.